მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ ვიდეო განახლებებს და დღეს მინდა მოგიყვეთ საკუთარი ისტორია, რომ ეს იყოს თქვენთვის მაგალითი თუ როგორ ხდება მაშინ, როდესაც სამყაროს ძალები განგება, როგორც მე ვუწოდებ ამ ძალას, ზრუნავს იმაზე, რომ გარკვეულ დროს, გარკვეულ მდგომარეობაში პრაქტიკი მოხდეს ისეთ მდგომარეობაში, ისეთ სიტუაციაში, რომ მან დაიწყოს მუშაობა ამა თუ იმ ძალასთან. კონკრეტულად მე დღეს გესაუბრებით ჩემს შემთხვევაზე, როგორც უკვე გითხარით და როგორ მოხდა ჩემი დაკავშირება ბევრი გარემოებებიდან გამომდინარე ერთ სასაფლაოსთან. ეს იყო ერთ-ერთი სასაფლაო, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ყოველი სასაფლაო არის განსაკუთრებული ისტორიის მატარებელი თითოეული პრაქტიკისთვის, რაც არ უნდა გამოცდილი იყოთ თქვენ მუშაობაში, ხომ? ყველა ადგილი место силы, როგორც უწოდებენ, ანუ ძალის ადგილი არის თავისებურად თავისი ისტორიის მატარებელი და ის აუცილებლად დაგამახსოვრდებათ რაღაც კონკრეტული ამბავით. მაშ ასე დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ის ისტორია, რომელიც დამაკავშირებს მე კონკრეტულ სასაფლაოსთან, იწყება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე ვცხოვრობდი სულ სხვა ქალაქში, მშობლიურ ქალაქში. დაბრუნება კი მე მომიწია იმის გამო, რომ გარდამეცვალა ნათესავი, კერძოდ დეიდა. ჩემი ქალაქიდან მე გავემგზავრე დღის მეორე ნახევარში და ამიტომ მშობლიურ ქალაქში ჩამოვედი საკმაოდ გვიან, როცა უკვე ლამაზი ხედი იშლება და მალავს დღის იმახინჯეს. ანათებს, ბრჭყვინავს მილიონობით ბრილიანტი, განათებულია ქალაქი, სულ სხვა სახე აქვს. ჩამოვედი საკმაოდ ციოდა და ავტოსადგურიდან მომიწია ქალაქის სულ სხვა ბოლოში გამგზავრება. მე კიდევ მომიწია საკმაოდ დიდი ხანი მგზავრობა ჩემი პატარა ზურგჩანთით, რადგან ჩემი ნათესავები ცხოვრობდნენ ზღვასთან ძალიან ახლოს. მეორე დღეს იყო ბანაშვიდი, მესამე დღეს ჩემი ჩამოსვლიდან კი ჩატარდა დაკრძალვა და ამის შემდეგ კიდევ მეორე დილით უკვე მე დავბრუნდი ჩემს ქალაქში, სადაც მიწევდა ცხოვრება დროებით. გავიდა 40 დღე, მე ისევ ჩამოვედი 40-ზე და აი აქ უკვე ნელ-ნელა იწყება ის ისტორია, რომელმაც დამაკავშირა მე იმ კონკრეტულ სასაფლაოსთან, მის მობინადრე ძალებთან, სულებთან და ამან კი გამოიწვია ჩემი მუშაობა უკვე ამ სასაფლაოზე. როდესაც ლამაზი მოხსენიება თავისი საკურთხით უკვე დასრულდა, რატომღაც ძალიან მალე დაიშალნენ ახლობლები, უпроსორად ყველა რაღაც თავის მიმართულებით წავიდა და მე რადგან ზრუნავდი იქ სისუფთავესა და წესრიგზე, ეს მე მჩვევია, ალბათ ძველი ჩვევაა უკვე, რატომღაც ჩამოვრჩი, როცა მივიხედე აქეთ-იქეთ, ვნახე, რომ უკვე არავინ არ არის. რა უცნაურია, იმიტომ რომ შემდეგში, როცა ჩვენ საუბრობდით, ისინი მეუბნებოდნენ, რომ დავინახეს თითქოს მე სადღაც უკვე მივდიოდი და ყველა გამომყვა მე. არა და მე იქ ვიმყოფებოდი სასაფლაოზე, იმ საფლავთან კონკრეტულად. ესეთი უცნაური რამ იყო. მოკლედ მე აღმოჩნდი მარტო, თითქმის შებინდებული იყო, მალე დაბნელდა, იმიტომ რომ ეს იყო ზამთარი, აგრეთვე ძალიან ბნელი დღე იყო, მოხსენიება მოგვიწია საღამოს შებინდებულისკენ უკვე, ამიტომ რომ ყველა სტუმარი უნდა ჩამოსულიყო სხვადასხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან და მოხდა ისე, რომ მე უკვე შემაგვიანდა
კარგად შებინდდა, როდესაც მე აღმოვაჩინე, რომ ვარ მარტო. გაგნება სხვათა შორის პირველად გამიჭირდა, იმიტომ რომ ეს მეორე შემთხვევა იყო, რაც მე იმ სასაფლაოზე მოვხდი და აქ მინდა აღვნიშნო ძალიან საყურადღებო რამ, რაც თქვენ უნდა დააკვირდეთ თქვენს თავს და აუცილებლად უნდა ნახოთ, რას განიცდით, როდესაც პირველად ხართ რომელიმე სასაფლაოზე. განსაკუთრებით იქ, სადაც სავარაუდოდ აპირებთ მუშაობას. მოკლედ, მე იქ არაფერს არ განიცდიდი იმ სასაფლაოზე და დავიწყე გზის გაგნება, რაც ცოტა გამეჭირდა, გამერთულდა, იმიტომ რომ საკმაოდ შებინდდა და აი ამ გზის გაგნების დროს ვათვალიერებდი, როგორც ყოველთვის ქვებს ეს მე მახასიათებს, არ არის კარგი სხვათა შორის, მაგრამ ძველი ჩვევა ესეც და ყველას არა, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ისეთი საფლავები, რომლებიც შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ თვითონ გვიხმობენ, რაღაცით იქცევენ ჩვენს ყურადღებას და აქ მივაქციე ყურადღებას ზუსტად ერთ საფლავის ქვას, სადაც ულამაზესი ქალბატონის სურათი იყო, გამოსახულება და რატომღაც მე ეს დავიმახსოვრე, ეს სახე დავიმახსოვრე. მოკლედ, როგორც გითხარით, არავითარი შიში არ მქონდა, უბრალოდ არ იყო სასიამოვნო ახლა რომ მარტო აღმოჩნდი, ცოტა გავბრაზდი კიდეც იმ ჩემს ახლობლებზე, მაგრამ სადღაც მკარნახობდა გული, რომ არაფერი სასაფლაოზე ტყუილად არ ხდება, არასდროს. ხო, სხვათა შორის მინდა დაგაკვირვოთ, რომ აი ეს ახალგაზრდა ლამაზი ქალბატონის სახე ძალიან ჩამებეჭდა გონებაში და მომავალში მასთან დაკავშირებული არის ძალიან საინტერესო და უცნაური ამბავი. ჩვენ ვისაუბრებთ, მე მოგიყვებით ამ ამბავს. მოკლედ მოვიდა დრო ჩემი სახლში დაბრუნების და უკვე 1 წლის მერე ჩამოვედი წლის თავზე. დაახლოებით 2 წლის მერე თითქმის 2 წელი შესრულდა, მოხდა ისე რომ დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში, ვიყიდე ბინა, მერე მოკლედ გავიცანი ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ისე მოხდა, რომ თავად შემოვიდა ჩემთან კონტაქტში, ჩვენ დავმეგობრდით, როგორც დაიწყო მეგობრობა, ასევე გრძელდება, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან კარგი ახლობლები ვართ, ვიცნობთ ერთმანეთის ახლობლებს და წარმოიდგინეთ რა ხდება დაახლოებით 1 წლის თავზე ჩვენი მეგობრობიდან. როცა მე უკვე მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ იმ სასაფლაოზე არაერთხელ მიწევს მისვლა. გასაგებია რისთვის, იმიტომ რომ ჩემი დეიდა არის დაკრძალული იქ. ჯერჯერობით მე იქ დიდი საქმიანობა, ასე ვთქვათ, არ მიწევდა, გარდა რაღაც დეტალებისა, რომლებსაც დღეს ვერ გეტყვით, ვერ მოგიყვებით, ეს არ შედის ჩვენს გეგმაში, მაგრამ გეტყვით ერთ საინტერესო რაღაცას. ერთ დღეს ჩვენ ვსვავთ ყავას, რაღაც ამბებს ყვებით და უცბად იღებს ტელეფონს და მეუბნება, რაღაც მინდა გაჩვენო, ვიღაცის სურათი და მაჩვენებს სურათს. მე ეს არისო ჩემი ბებია, მე არაფერს არ ვეუბნები, მეორე დღეს მივდივარ სასაფლაოზე, გადავუღებ სურათს იმ საფლავს და ვუგზავნი ამ ჩემს ახლობელს. აბა წარმოიდგინეთ, რომელ საფლავს გულისხმობ. აი ზუსტად იმ ლამაზი ქალბატონის, რომელიც მე რატომღაც გონებაში ჩამებეჭდა, მაშინ, როდესაც შებინდებულზე მომიწია რაღაცნაირად გზის გაგნება. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მოკლედ გადავუღე სურათი ამ საფლავის ქვას და გავუგზავნე ჩემს ახლობელს, როგორც გითხარით და
ის რა თქმა უნდა შოკში ჩავარდა. თვითონ ეს ჩემი ახლობელი არის საკმაოდ საინტერესო ბუნების ძალიან მოძრავი, აქტიური ადამიანი, ძალიან სპორტული ადამიანი და ძალიან ბევრს მოგზაურობს, ბევრი რამე ესმის ამ ცხოვრებაში, ყავს ბევრი მეგობრები, მოკლედ ძალიან იშვიათად რომ რამე გაუკვირდეს. საკმაოდ ისეთი კარგი თანამედროვე ოჯახი აქვს, კარგი დედმამიშვილები, მშობლები, ბევრი ნათესავები, მეგობრები, მოკლედ საკმაოდ ისეთი პოზიტიური, დადებითი ადამიანია თავისი მთელი საინტერესო ცხოვრებით. მაგრამ აი ეს როდესაც გავუგზავნე, ძალიან დიდ შოკში ჩავარდა, იმიტომ რომ ვერ გაიგო, ვერ შეძლო გაგება რა მოხდა და საიდან მაქვს მე ეს წვდომა ბებიამისის საფლავზე. აქ ჩვენ მერე მოგვიდა საუბარი, მე ვთხარ, როდესაც დავბრუნდები სახლში, მე მოგიყვები რა მოხდა. რა თქმა უნდა, საღამოს გამოიარა ჩემთან, ჩვენ მოვადუღეთ ყავა, მთელი თავისი იქ პრიჩინდალებით, როგორც ვამბობდი ხოლმე ადრე ამ ტერმინს. მოკლედ გავშალეთ კარტი, ვისაუბრეთ, დავანთეთ სანთლები, სურნელოვანი საქმე ველები, ჩხირები, სურნელოვანი ასე შემდეგ და მე ვუთხარი რომ მე კარგა ხანია ვიცნობ შენს ბებიას უკვე რამდენიმე წელი და მასთან მაქვს კარგი ურთიერთობა. ჩემი მეგობარი ძალიან ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ უკვე იცოდა რა დაახლოებით იცოდა ჩემი საქმიანობა, ასე თუ ისე ჰქონდა ეჭვი, ასე ღრმად არ იცოდა, მაგრამ ასე თუ ისე ჰქონდა უკვე წარმოდგენა რასთან ჰქონდა შეხება და ამიტომ ცოტა თან შეეშინდა, თან დაინტერესა. ეხლა წარმოიდგინეთ, ხო? მოკლედ ეს ერთი შემთხვევა, რომ მე იმ სასაფლაოზე დამაკავშირა არა მარტო, ვთქვათ, გზისაბნევამ, დაღამებამ, იქედან გამოგნებამ, მე იმ ლამაზი ქალბატონის სურათმა, საფლავის ქვაზე გამოსახულებამ, მე მისი შვილიშვილის გაცნობამ დაახლოებით 2 წლის მერე, ჩვენმა საუბრებმა და არაერთმა პარალელურად განვითარებულმა მოვლენამ, რომელმაც მე უკვე მიმახვედრა, გამაგებინა, რომ დიდ ძალებს აქვთ რაღაც განგებულება ჩემზე დაშვებული, რომ მე შემიძლია ამ სასაფლაოზე განმოვითარო ჩემი პრაქტიკა. მოკლედ მოხდა ისე, რომ გარკვეულ დროს, უკვე წლების მერე, როდესაც მე შევეჩვიე დაკვირვებას ამ სასაფლაოს მთლიან აურაზე, შეიძლება ასე ვთქვათ, ხო? ჩემს განცდებზე, მანამდე, სანამ წავიდოდი ამ სასაფლაოზე, მას მერე რაც მე გამოვიდოდი იქედან, მე მიმახვედრა, რომ ეს არის კარგი ადგილი, მით უმეტეს, რომ ჩემი სისხლით ნათესავი არის დაკრძალული იქ და მიწევს ასე თუ ისე მისვლა. მოკლედ დაიწყო ჩემი ურთიერთობა ამ სასაფლაოს მკვიდრებთან, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ ამ ვიდეო ჩანაწერის მეორე ნაწილში, სულ მალე. ვწყვეთ საუბარს იმიტომ, რომ არ მოგაბეზროს თავი დიდხნიანი ვიდეოთი და აგრეთვე იმიტომ, რომ თქვენ შეძლოთ მასალის დამუშავება ან ადვილად მოსმენა. კიდევ მინდა ის გითხრათ, რომ ამ თხრობის დასრულების შემდეგ ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც თქვენ გამოგადგებათ პრაქტიკაში, ანუ დამწყებ პრაქტიკებს გექნებათ წარმოდგენა იმაში, თუ რა ხდება და როგორ გიხმობთ განგებულება გარკვეულ კონკრეტულ ადგილებზე სამუშაოდ, რადგან არის სასაფლაოები, რომლებიც თქვენთვის იქნება მიუღებელი, საშინელი, შემზარავი, ან იქ უბრალოდ არ მიგიღებენ. არის ესეთი რაღაცები. არის საფლავები ძალიან მძიმე. არის სასაფლაო უკვე დახურული, არის აქტიური მოქმედი, მაგალითად სასაფლაოები, სადაც დამარხულია, დაკრძალულია ბევრი კრიმინალი, ანუ ბოროტ მოქმედი, ხომ? ან ძალიან ინტელექტუალები არიან დაკრძალულები, ან ძლიერი ამა ქვეყნისა, როგორც მათ უწოდებენ და ასე შემდეგ. არის სასაფლაო უპატრონოების მაგალითად.
ან სხვადასხვა როგორ გითხრათ, დატვირთვის, სიმძიმის მქონე და ამიტომ მათი განხილვა ყოველთვის ხდება სხვადასხვა კუთხით. არ შეიძლება რომ ყველა საფლავზე ასე გალობით შევარდეს ადამიანი და იფიქროს, რომ აი მე მოვედი და გაქ-გუქ მე აქ ყველაფერს ახლა რასაც მინდა ჩავატარებ და ისე იქნება როგორც მე ფეხს დავაბაკუნებ. არ ხდება ასე, ჩემო კარგებო. და ამ მოთხრობას მე იმიტომ ვწერ, რომ თქვენ ჯერ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო, იმედი მაქვს გავკადნიერდები და მას ვიმედოვნებ. მეორე კი თხრობის დასასრულს ჩვენ უკვე განვიხილავთ საკითხებს, რატომ მოხდა ასე, რატომ დამემართა ეს, რატომ დამემართა ის და რა შეიძლება თქვენ სასარგებლოდ გამოიტანოთ თქვენი თავისთვის, რა შეიძლება მოინიშნოთ და დაიმახსოვროთ იმისთვის, რომ თქვენ არ დაუშვათ შეცდომები მომავალში და შეძლოთ ადამიანურად კარგად, მორალურად გამართლებულად იმოქმედოთ, არ დაიზიანოთ თქვენი თავი და თქვენი ახლობლები. ეხლა დროებით გემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებას ყველა კეთილ საქმეში.